არასრულწლოვნების დაკავების პირველივე წუთიდან გაჩნდა მთავარი კითხვა, რა მტკიცებულებები ჰქონდა საგამოძიებო უწყებას მათ წინააღმდეგ, რადგან 10 თვის განმავლობაში მთავარი საგამოძიებო უწყება ამბობდა, რომ არ არსებობდა პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც ნია იმნაძის ბრალეულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, დღეს ჩვენ საქმის პროკურორს დაუსვით ეს კითხვა, რა იყო ის მტკიცებულება, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ არასრულწლოვნის დაკავება გადაწყვიტა. პროცესის დასრულების შემდგომ საქმის პროკურორმა თქვა, რომ 1 თვის განმავლობაში ნია იმნაძესა და მისი ოჯახის წევრებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე უთვალთვალებდნენ და მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. სწორედ ამ ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერები გახდა მთავარი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის შემდგომაც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ნია იმნაძის დაკავების განჩინება გასცეს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ ნია იმნაძე საცხოვრებელ სახლში მის ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა გიგა ავალიანზე მომხდარ თავდასხმის დეტალებზე და ის ამართლებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს თავდასხმა ჩაიდინეს. სწორედ ეს არის ახლა მთავარი მტკიცებულება ნია იმნაძის წინააღმდეგ. საქმის პროკურორმა დღეს მედიასთან თქვა ისიც, რომ ნია იმნაძემ ამ შემთხვევის შესახებ თითქოს და გიგა ავალიანი მასზე ზეწოვას ახორციელებდა, იცოდა მისმა ოჯახის ყველა წევრმა და ასევე კლასის დამრიგებელმა, თუმცა ამის შესახებ ზრდასრულმა ადამიანებმა, რომელმაც სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ მისი შვილისგან, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი გააკეთეს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ დამდგარიყო. ეს არის როგორც მოგეხსენებათ იმნაძეების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ნუკრებსებს ვეძახით მოკლედ. ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას ვალერიან იმნაძეს და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე და ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა არასრულწლოვანი გოგონა ესაუბრება ამასთან დაკავშირებით, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში ცოტა სხვანაირად ხდება. მამა შვილს შორის მოკლედ მიმდინარეობს კამათი. მიმდინარეობს ამ საკითხზე ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა, რომელიც ასევე დემონსტრირებას ახდენს, რომ ის არამხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა. ნია იმნაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა როგორც თავის მშობლებს, დედას და მამას, თამარ ნავროზაშვილს და ვალერიან იმნაძეს, ასევე კლასის დამრიგებელს, ლაურა დურმიშიძეს. აღნიშნულ ინფორმაციას ის აწვდის ასევე ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი და ასე ვთქვათ პირველი პირი იყო, რომელმაც ეს გადაწყვიტა მოკლედ რომ გაეკეთებინა და ამ ინფორმაციის მიწოდებით მან წააქეძა ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩასადენა და ისმის კითხვა რატომ წააქეძა იქნება უბრალოდ გადასცა ეს ინფორმაცია ნუ ამტკიცებთ რომ მან წააქეძა დანაშაულში ალექსანდრე გაბაშვილი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით რომ უნდა გავითვალისწინოთ ვინ არის მჟავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება. ესეთი ადამიანის, რომელსაც ესეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც ნადირობდა, ასე ვთქვათ, ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ასეთი ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა, ეს ფაქტიურად წაქეზებაც იყო და ამის შესახებ ნია იმნაძემ იცოდა, რომ მანამდე მისი შეყვარებული რომ ძალადობდა მოქალაქეებზე, ამის შესახებ ნია იმნაძეს ინფორმაცია ჰქონდა? აი იმ დიღმის ეპიზოდებზე ნია იმნაძეს ინფორმაცია ჰქონდა წინასწარ? იცოდა რომ ეს ადამიანი მათ ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური კავშირი ერთმანეთთან, მოგეხსენებათ რომ ისინი შეყვარებულები იყვნენ. შემავალ-გამავალი ზარების დეტალურებით და განძებითაც ფიქსირდება, რომ ისინი სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის დანაშაულის წინა პერიოდში შეუძლებელი იყო, რომ ამ საკითხებზე მათ ერთმანეთთან საუბარი არ ქონოდა. მშობლებმა და მასწავლებლებმა რა მოიმოქმედეს იმის შემდგომ, რაც შვილმა მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ. მიმართეს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს? სამწუხაროდ მშობლებს არავისთვის მიუმართათ ამასთან დაკავშირებით, ასევე არავისთვის მიუმართავს კლასის დამრიგებელს. კიდევ ერთი ბრალდებული, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ეს არის არასრულწლოვანი ანასტასია ბერუაშვილი, რომლის სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც პროკურორი ამბობს, არსებობს პირდაპირ მტკიცებულებები, რომ მან ნამდვილად იცოდა ამ დანაშაულის შესახებ, თუმცა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს არ შეატყობინა ამის შესახებ. მეტიც საქმის პროკურორმა დღეს მედიასთან თქვა, რომ რიკაძემ, რომელიც არის ამ საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელმაც გადაიღო გიგა ავალიანზე თავდასხმის კადრები საკუთარი მობილური ტელეფონით მის მეგობარს, ახლა უკვე ბრალდებულ ანასტასია ბერუაშვილს აჩვენა თუ როგორ უსწორდებოდნენ მასწავლებლებს სკოლის მოსწავლეები, თუმცა ამ კადრების ნახვის მიუხედავად ანასტასია ბერუაშვილმა საგამოძიებო უწყებას ყველაფერი დაუმალა.
ანასტასია ბერუაშვილმა ეს დანაშაული მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაიგო. დანაშაულის ჩადენისთანავე იმავე ღამეს, ანუ 1 ოქტომბერს მოხდა გიგა ავალიანზე თავდასხმა. 1 ოქტომბრის დაახლოებით 11-ის 15-დან 20-მდე პერიოდში და ეს ინფორმაცია მან გაიგო ღამის დაახლოებით 24 საათისთვის. ბერუაშვილს ეს ინფორმაცია შეატყობინა მისმა შეყვარებულმა გიორგი რიკაძემ, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მშავდებული. უთხრა რომ თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, დაუკონკრეტა რომ ეს იყო საშკა, საშკამ დაარტყა. ასე გადასცა ინფორმაცია. საშკა იგივე ალექსანდრე გაბაშვილია. აღვადგინეთ ის აშლილი ინფორმაცია, საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ის წერს თავის შეყვარებულს გიორგი რიკაძეს, რომ ის ვიდეო თავის დროზე უნდა გაეკრო. აქ საუბარია იმ ვიდეო ჩანაწერზე, სადაც ასახული იყო გიგა ავალიანზე თავდასხმა და რომელიც საკუთარი ხელით გადაიღო გიორგი რიკაძე. აჩვენა კიდეც ფიზიკურად ვიდეო ჩანაწერი და გარდა ამისა მსჯელობდნენ და განიხილავდნენ, იმიტომ რომ რიკაძე ეუბნებოდა მას, რომ ეს ვიდეო პოლიციაში მიიტანა, იმიტომ რომ იქნება ამ ვიდეომ შეუმსუბუქოს საშკას სამართლებრივი მდგომარეობა. ანუ რეალურად რიკაძე მოიტანა მტკიცებულება, რომელიც მათი დევნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. თუმცა ანასტასია ბერუაშვილი უფრო ბრჭყალებში უიტყო ჭკვიანი აღმოჩნდა ამ საკითხში და ის ურჩევდა თავის შეყვარებულს, რომ უეჭველი თავის დროზე უნდა გაეკრო ეს ვიდეო. ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, რომ თავადაც თავის თავზეც ეგონა რომ დააკავებდნენ, იმიტომ რომ დანაშაულის დღეს, ანუ 1 ოქტომბერს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა, ბიჭებმა იჩხუბეს და ეს მიეჩნდა რომ იყო ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენა. ბრალდებული არასრულწლოვანი პირების უფლებადამცველებმა მოსამართლეს დღეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ სკოლის მოსწავლეებს საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზი, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ორივე ბრალდებული პირი პატიმრობაში გაუშვა. სულ რამდენიმე წუთის წინ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა არასრულწლოვნები უკვე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგი პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე 10 სექტემბერს განახლდება.